ველოგარბენი ბათუმის ბულვარში კი მსოფლიო ჩემპიონისა და რეკორდსმენის ომარ ფხაკაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. მარათონმა სტარტი ახალ ბულვარში აიღო და საოცრებათა პარკში დასრულდა. თითქმის 6 კილომეტრიანი დისტანცია საუკეთესო დროში გიორგი გობაძემ დაფარა. ტურნირში 20-მდე მოყვარული და პროფესიონალი, ასევე ვეტერანი სპორტსმენი მონაწილეობდა. დღეს არის მსოფლიო ჩემპიონის, მსოფლიო რეკორდსმენის, მსოფლიო მეგა ვარსკვლავის, ნამდვილად ეს სიტყვა ასე არის მისი მნიშვნელობით, ომარ ფხაკაძის 70 წლის იუბილე. იუბილესთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთეთ ველოგარბენი, სადაც გაიმარჯვა გობაძე გიორგიმ, მეორე იყო ბირბიჩაძე, მესამე ახმაევი. რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გამარჯვებას, იმიტომ რომ ომარ ფხაკაძე არის საქართველოს ლეგენდა, მსოფლიოს ლეგენდა და ჩემთვის ერთ-ერთი მისაბაძი ადამიანი. რავი, არ იყო ისე დიდი ტურნირი, მაგრამ მედია მომავალში უფრო გაიზრდება ეს მასშტაბით და უფრო მეტი მონაწილე ეყოლება ამ შეჯიბრში. ომარ ფხაკაძე რო ხსენდება, ეს ჩემთვის რაღაცა განსაკუთრებულია. არა მარტო იმიტომ, რომ ეს ჩემი მეუღლე იყო, არამედ მართლა დიდი სპორტსმენი იყო და დიდი პიროვნება იყო. ომარი იყო ბათუმის საპატიო მოქალაქე. აი ეს ერთად ყველაფერი აღებული ჩემთვის ეხლა ბათუმი არის რაღაც განსაკუთრებული, დიდი და ეს შეჯიბრება, ნუ აი თით როგორ ავარ პატარა გოგოსავით. ასე მგონია მეც რომ ველოსიპედზე რომელიც არ ვიცოდი ტარება არის, ეს მეც გავივლიდი ამ ბავშვებთან.